დღეს გასწავლით თუ როგორ გავაკეთოთ სურიკენის ორიგამი. უბრალოდ გავუმყევით და ერთად გავაკეთოთ. ვიღებთ ორ კვადრატ ფურცელს. ჩემ შემთხვევაში არის 14-14-ზე, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ზომას. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს ზომებში, რომ თუ პატარა ზომა იქნება კვადრატის, აი ვთქვათ 10-10-ზე, გამოგივათ პატარა სურიკენი. თუ მეტი ზომა, შესაბამისად დიდი სურიკენი გამოგივათ. ამიტომ ზომებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჯერ ცადეთ, თუნდაც პატარა ზომა და რამდენად მარტივად გამოგივათ. ვიდეოს დააკვირდით თუ როგორ ვაკეთებ, თუ რაღაც სიტყვას გამოგჩათ, ან უბრალოდ ვერ დაეციეთ ვიდეო, შეგიძლიათ დააპაუზოთ, ან აჩქაროთ, ან გადაახვიოთ. უმარტივესია. უბრალოდ დააკვირდით, როგორ კეთდება. აი, რასაც ახლა გავაკეთე, შემდეგი უნდა გაკეთდეს ანალოგიური. ოღონდ გაჩვენებთ იმ მონაკვეთს, რომ პირიქით უნდა ამოვატრიალოთ გადაკეცვის დროს. ვიდეოში გაჩვენებთ ზუსტად რას გულისხმობ, რომ თუ იგივე ერთნაირი ფორმა გამოგივოთ, ზუსტად ანალოგიური, სურიკენი არ გამოგივოთ, ან ვერ გააკეთებთ. აქედან გამომდინარე, ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. იგივე პრინციპით კეცავთ შუაზე. აი ახლა ამ მომენტს კარგად დააკვირდით. აი ზედა მხარე, რასაც ვაჩვენებ ვიდეოში. ადგილი უნდა შეუცვალოთ, ქვემოთ უნდა ჩამოვიტანოთ და ქვემოდან უნდა ავკეცოთ ზემოთ. როგორც წინა გავაკეთოთ. ოღონდ სხვაობა ისაა, რომ ქვემოდან ზემოთ რო კეცავთ, წინა ვიდეოში ზემოდან ქვემოთ გადავკეცით. კარგად დააკვირდით. აი შემდეგ ამ სამკუთხედი თავის გადმოვკეცავთ. 4-ვეს. როგორც ვიდეოში ანაჩვენები. და შემდეგ ეს მარტივად უნდა შევაერთოთ. აი როგორც ეს გავაკეთეთ ანალოგიურად. ესეც ეგრე უნდა გავაკეთოთ. და უბრალოდ ეს ორი ფურცელი უნდა შევაერთოთ ერთმანეთს. და გამოგვივიდეს სურიკენი. აი ვიდეოს კარგად დააკვირდით. ქვედა და ზედა მხარე გახსნილი სადაც ამონდა იყოს და უნდა შევკეცოთ ეს სამკუთხედები. ჯერ ვკეცოთ ერთ მხარეს, შემდეგ მეორე მხარეს, მერე მესამე და მერე მეოთხეს. და საბოლოოდ გამოგვივა სურიკენი.
და ისიც სურიკელი. ესე მარტივად გავაკეთეთ. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ამით ძალიან ამეხმარებთ. თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ თქვენს მეგობარს და დაწერეთ კომენტარებში თუ რა გავაკეთო შემდეგ ვიდეოში.